ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულაო ბათუმის თვითმმართველობას უმოქმედებაშია დანაშაულებს. ბათუმის სტადიონი, ნაპირსამაგრის სამუშაოები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბათუმის შემოვლითი გზა, წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლა ჭაობის დასახლებაში, ტრამთაუერის და იახტ კლუბის მშენებლობა, ასევე ბათუმის არფის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ჭოროხზე. ჩამოთვლილ პროექტებზე უგულავამ დღეს ბათუმში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლებამ ჩამოთვლილი პროექტები შეაჩერა, რითაც ქვეყნის ეკონომიკას ზარალი მიაყენა და ადგილობრივებს დასაქმების საშუალება წაართვა. უგულავას განცხადებას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ერმაკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალაქის თვითმმართველობა პროექტებზე მუშაობას ეტაპობრივად განაგრძობს. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს პროექტები ხარვეზებით განხორციელდა და მათ გამოსწორებას დამატებით მუშაობა სჭირდება. ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც კეთილდღეობა უნდა მოეტანა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, გაჩერებულია. ეს ადგილი ძალიან სიმბოლური ამ კუთხით, მოდის გზა, რომელიც წყდება პირდაპირ აქ. ეს აქ უნდა აშენებულიყო ხიდი, რომელიც ბათუმს დააკავშირებდა ძველ სამხედრო პოლიგონთან. ეს არის დაახლოებით 350 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც ბათუმს ახალ განვითარებას შეძენდა. ხიდთან დაკავშირებით გეტყვით, ისევ და ისევ აი უნიათოდ გაკეთებული პროექტები, როდესაც არსებობდა და წინასწარი კვლევები არ არსებობდა, ზუსტად აი ჭოროხის დელტა თვითონ, სადაც ჭოროხის ზღვას ერთვის. იქ არის განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილი, სადაც მიგრაცია ხდება ფრინველებისა, ისევ თევზთან დაკავშირებული პრობლემებს. სოფლიო ბანკი მაგაში ჩართულია, ეს პროცესი არ დამთავრებულა.